საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. გამარჯობა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პუნქტუაციაზე. პუნქტუაცია ეს არის სასვენი ნიშნების გრაფიკული სისტემა და პუნქტუაცია ასევე გულისხმობს მათი გამოყენების წესებს. პუნქტუაციის წესები ძირითადად უნივერსალურია, ანუ ერთი და იგივეა ყველა ენაში. წერტილი იწერება თხრობითი წინადადების დროს, თქვათ, მძიმე, რთულ წინადადებაში სხვადასხვა კომპონენტების გამოსაყოფად, მაგრამ არის მაინც განსხვავებები ენებს შორის და ჩვენ განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ქართულის მაგალითზე ყველა სასვენ ნიშანს, რაც გამოიყენება და იმ ძირითად შემთხვევებს, სადაც გამოიყენება ესა თუ ის სასვენი ნიშანი. პუნქტუაციის ცოდნა ტექსტის აღსაქმელად, უფრო ადვილად აღსაქმელად არის მოგონილი, ასე ვთქვათ, და რა თქმა უნდა, აუცილებელია მისი გამოყენების წესების ცოდნა. დავიწყოთ ბუნებრივია წერტილით. წერტილი სხვადასხვა შემთხვევებში გამოიყენება, უპირველესად ეს არის მისი ძირითადი დანიშნულება არის, უნდა გამოვიყენოთ თხრობითი წინადადების ბოლოს. მაგრამ წერტილს კიდევ ვიყენებთ სიტყვის შემოკლებისას, მაგალითად, ქალაქი თბილისი. ქალაქი ვცლად არ არის საჭირო რომ დავწეროთ, შემოკლებულია, მხოლოდ ერთი ბგერით არის წარმოდგენილი და იმის აღსანიშნავად რომ შემოკლება, სწორედ წერტილი უნდა დავუსვათ შემდეგ. ასევე გამოიყენება წერტილი დანორვის დროს, მაგალითად, ერთიანი შემდეგ წერტილს ვსვამთ, ორიანი შემდეგ წერტილს ვსვამთ, როდესაც პუნქტობრივ მოდის შემდეგ სხვადასხვა სახის წინადადება. შემდეგი ძალიან გავრცელებული სასვენ ნიშანი ეს არის მძიმე. მძიმე რა შემთხვევაში გამოიყენება ის? უპირველეს ყოვლისა მძიმე გამოიყენება რთულ წინადადებაში კომპონენტებს შორის. მაგალითად, ის წავიდა მძიმე, რომ ეს საქმე გაეკეთებინა. ან ვთქვათ, ხვალ თბილისში მივდივარ, მძიმე, რათა დედა ვინახულო, ან რამე მსგავსი ასე შემთხვევებში. ასევე გამოიყენება მძიმე შერწყმულ წინადადებაშიც, ოღონდ შერწყმულ წინადადებაში გამოიყენება ამ შერწყმულ სიტყვებს შორის, მათ გამოსაცალკევებლად. მაგალითად, ვთქვათ, ბებია მოგვიტანა, თხილი, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, აქ ყველგან მძიმე უნდა დავწეროთ. ბებია მოგვიტანა, თხილი მძიმე, ვაშლი მძიმე, ყურძენი მძიმე და ასე შემდეგ. და მძიმე გამოიყენება ასევე განკერძოებულ სიტყვებთან, ჩართულებთან, დანართის დროს, მაგალითად, მიმართვის დროს, მაგალითად, რასაკვირველია ყოველთვის მძიმეებით გამოიყოფა წინადადებაში. ეს მძიმე რასაკვირველია, ისევ მძიმე, ვთქვათ, დედა იყო. ასევე მიმართვის დროს ძახილის ნიშანის გამოიყენება, მაგრამ მძიმე გამოიყენება ხშირად, ვთქვათ, თამარ მძიმე, აქ მოდი. და ბიბლიოგრაფიის შედგენის დროს გამოიყენება ასევე მძიმე, ვთქვათ, აკაკი შანიძე მძიმე, შემდეგ მოდის ის მონოგრაფია, რომელსაც ამ შემთხვევაში იქნება ვთქვათ სიტყვაზე სტატია, ან თუნდაც მასალა, ყოველთვის მძიმედ გამოიყოფა. წერტილმძიმე უნდა განვიხილოთ შემდეგ. წერტილმძიმე სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ეს არის რაღაც ჩუალედური წერტილსა და მძიმეს შორის. ანუ, როდესაც აზრი არც დამთავრებული არ არის ბოლომდე, რომ წერტილი დავსვათ, მაგრამ არც რთული წინადადება არ არის, ერთიანი რთული წინადადება, რომ ვთქვათ, მძიმე დავსვათ, ამ შემთხვევაში ვსვამთ წერტილმძიმეს. ინდივიდუალურია ხშირად წერტილმძიმის დასმის საკითხი. ესეთ უნივერსალური წესი მანდამაინც არ არსებობს, მაგრამ აქვს მას ერთი გამოყენების ერთი სფერო, სადაც აუცილებლად წერტილმძიმე გამოიყენება. ეს არის აზრობრივი პუნქტების ჩამოთვლისას, როდესაც ვთქვათ, დანომრილია და აბზაცით იწყება ყოველი ახალი ნომერი, ვთქვათ, პირველი, ვთქვათ, რა შედის ამა თუ იმ საკითხში, მეორე, სწორედ ბოლოს გარდა ყველა წინამავალი პუნქტი გამოიყოფა წერტილმძიმით. შემდეგ გავრცელების მხრივ ასევე ძალიან
ხშირად გამოიყენება კითხვის ნიშანი, რომელიც ბუნებრივია მარტივ დასახელებიდანაც ჩანს, მარტივად იწერება კითხვითი წინადადების ბოლოს. მაგალითად, აქ ვინ არის, ვინ მოვიდა, ან შეიძლება კითხვითი წინადადება ვინ, რა ამ შემთხვევაში კითხვის სიტყვა უпростоრად ვინ, რა ამ შემთხვევაში არ იყოს წარმოდგენილი, მაგრამ მაინც კითხვის ნიშანი იქნება წარმოდგენილი, უნდა დავსვათ თუ წინადადება არის კითხვითი. ვთქვათ, წავიდა, როცა ვკითხულობთ, აქაც ბუნებრივია კითხვის ნიშანს დავსვამ და სწორედ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით შეუცვლელია კითხვის ნიშანი, როდესაც კითხვითი სიტყვა არა ნაწილაკი წარმოდგენილი წინადადებაში და აშკარად მიუთითებს კითხვის ნიშანი, რომ წინადადება არის კითხვითი. შემდეგი სასვენი ნიშანი ეს არის ძახილის ნიშანი. ძახილის ნიშანი დასახელებიდანაც ჩანს, რომ გამოიყენება ძახილის წინადადებაში და შემდეგ მიმართვის ფორმებისას. მიმართვის ფორმებისას ჩვენ აღვნიშნეთ, რომ მძიმეც გამოიყენება, მაგრამ გააჩნია ექსპრესია როგორია, ემოცია როგორია, ძალიან ხშირად გამოიყენება ძახილის ნიშანიც და სწორედ ეს მიუთითებს წინადადებაში ინტონაციაზეც, რაც არ გამოჩნდებოდა სასვენი ნიშნის გარეშე, რომ უფრო კაცრად არის ვთქვათ ნათქვამი, უფრო კატეგორიულად ვთქვათ გიორგი. აქ მოდი ან გიორგი მარტო მიმართვისას. შემდეგი სასვენი ნიშანი, ეს არის კითხვა ძახილის ნიშანი და ძირითადად მხატვრულ ლიტერატურაში გამოიყენება რიტორიკული კითხვისას. ვთქვათ, როზღა გეღირსო შენ გაღვიძება ამ ტიპის წინადადებებში. ძირითადად მხატვრულ ლიტერატურაში. შემდეგ უნდა განვიხილოთ მრავალწერტილი. მრავალწერტილი პირობითად თქვიათ, რომ ისე ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სამი წერტილი. და სამი წერტილი გამოიყენება დაუმთავრებელი აზრის, ჩამონათვალის, ციტატის დროს. ვთქვათ, ძირითადად პერსონაჟთა მეტყველებაში ან თუნდაც შეიძლება დოკუმენტურ წყაროში იყოს გადმოცემული, როდესაც არ ამთავრებს საუბარს, ვთქვათ, წყვეც აზრს ესა თუ ის პირი. აი იმ პირის ნაზრების ნათქვამის გადმოსაცემად, როდესაც გაწყვეტილია სხვაზე გადადის, აი ვთქვათ, ამბობს, მე წავედი და არ ამთავრებს სამ წერტილს წერტ ამ დროს და შემდეგ უკვე სხვა წინადადებაზე გადადის. ასევე ჩამონათვალის დროს, ვთქვათ, როდესაც არ არის დასრულებული დაუმთავრებელი ჩამონათვალის დროს, ვთქვათ, რა არის სახლში, ვთქვათ, ან რა იყიდება მაღაზიაში, ხილი, ბოსტნეული, ვთქვათ, ან ბოსტნეულის ჩამოთვლისას იყიდება, ვთქვათ, კიტრი, პომიდორი, მწვანილი და სამ წერტილს როდესაც ვსვამთ, აქ იგულისხმება, რომ კიდევ სხვა რამეც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩამოთვლილი არ არის და ციტატის დროს, ისევ დაუმთავრებელი ციტატის დროს გამოიყენება, შეიძლება ციტატა დასრულებული, თვითონ წინადადება წარმოდგენილი ციტატის სახით დასრულებული სახის ჩანდეს, მაგრამ თუნდაც ერთი სიტყვა, ერთი ნაწილაკიც რომ აკლდეს მას, იქ სამი წერტილი უნდა დაისვას, იმიტომ რომ ციტატას აქვს პრეტენზია, რომ აბსოლუტურად იმეორებს, სრულად გადმოსცემს ყოველგვარი ცვლილების გარეშე ამა თუ იმ პირის აზრს და ამიტომ ერთი სიტყვაც რომ იყოს გამოტოვებული, თუნდაც ეს არ ჩანდეს და არაფერს არ ცვლიდეს წინადადებაში, სამი წერტილი მაინც უნდა დაუსვათ. სწორედ იმ ადგილას, სადაც გამოტოვებულია, ან ბოლოში თუ ბოლომდე არ მოყვავს ციტატა. ორ წერტილი ასევე ძალიან გავრცელებული სასვენი ნიშანია, სხვათა სიტყვის გადმოცემისას გამოიყენება. ვთქვათ, მან თქვა ორი წერტილი და შემდეგ მოდის ნათქვამი. და ორ წერტილს კიდევ აქვს ერთი ფუნქცია, განმაზოგადებელი სიტყვის ან ფრაზის შემდეგ გამოიყენება. მაგალითად, ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის წინადადებაში იგი მოვიდა და მოიტანა, ორი წერტილი უნდა დასვათ და შემდეგ ვთქვათ, ან მოიტანა საკანცელარო ნივთები, ორ წერტილს დავსვამთ და შემდეგ უკვე ჩამონათვალი მოდის, ვთქვათ, კალამი, ფანქარი, რვეული და ასე შემდეგ. შემდეგ უნდა განვიხილოთ დეფისი, ეგრეთ წოდებული ხშირად ძახილი პატარა ტირე, ასე რომ ვთქვათ, როდის გამოიყენება დეფისი. დეფისი გამოიყენება ორცნებიან კომპოზიტებში. დედ-მამა, მთა-ბარი, აი ამ ტიპის კომპოზიტებში. ასევე გამოიყენება დეფისი ზოგ გეოგრაფიულ სახელთან, უმეტესად უცხოურ, ვთქვათ, ნიუ-იორკის ტიპისა, აუცილებლად დეფისით უნდა დავწეროთ ეს. გამოიყენება ნაწილაკებთან, კონკრეტულად სხვათა სიტყვის მეთქი და თქო ნაწილაკებთან, აუცილებლად დეფისით უნდა გამოვყოთ და რიგობით სახელებთან, როდესაც
მაწარმოებელი გამოიყენება, თქვათ მეხუთე, როდესაც გვინდა ჩავწეროთ როგორც ასევე რიცხვით, ვწერთ მე, შემდეგ დეფისი იწერება და შემდეგ 5 უკვე რიცხვის სახით. და გადატანისას, ეს საყოველთაოდ ცნობილია, ასევე დეფისი გამოიყენება, როდესაც ერთ გვერდზე არ ეტევა ესა თუ ის სიტყვა, დეფისით წყდება და გასაგებია უკვე, რომ ეს არის ერთი სიტყვა გადატანილი. რაც შეეხება ტირეს, ტირე ეს არის ორჯერ უფრო გრძელი ვიდრე დეფისია და რა დროს გამოიყენება ტირე? ტირე გამოიყენება წინადადების რომელიმე წევრის გამოტოვებისას. როდესაც აქ ტირეა დასმული, გვხვდებით, რომ ესა თუ ის წევრი აღარ განმეორდა, გამოვტოვეთ. მაგალითად, ქცევა ლამაზი ჰქონდა, სიტყვა პასუხი ტირე კარგი, იგულისხმება, რომ გამოტოვებულია ჰქონდა, სმნა. ასევე ტირე გამოიყენება დიალოგური მეტყველებისას, როდესაც დიალოგია გადმოცემული, ჩვენ ვიცით, რომ ტირებით იწყება და აბზაცით ყოველთვის ეს მეტყველება, მაგალითად, აქ რას აკეთებ, შემდეგ ტირე შენ სანახავად მოვედი და ასე შემდეგ. და ტირე ასევე გამოიყენება განმაზოგადოებელი სიტყვის წინ. მაგალითად, როდესაც ეს განმაზოგადოებელი სიტყვა არის ბოლოში მოქცეული. მაგალითად, კიტრი, მწვანილი, თქვათ, ხახვი, შემდეგ ტირე, ყველაფერი მოიტანა. ანუ ყველაფერი ეს განმაზოგადოებელი სიტყვა და ამის წინ ტირე უნდა დავსვათ. ფრჩხილები, შემდეგი სასვენი ნიშანი, ფრჩხილები გამოიყენება წინადადებაში დასაზუსტებლად, როდესაც არის ჩართული რაიმე ფრაზა ან სიტყვა, აი იმ დროს, მაგალითად, და როდესაც მნიშვნელობით არ არის ესეთი მნიშვნელოვანი, ვთქვათ, დასაზუსტებლად, როდესაც არის მოცემული, მაგალითად, ნინო, ვთქვათ, ფრჩხილებში შეიძლება ჩავსვათ ჩემი და მოვიდა და შეიძლება ფრაზა ჩავსვათ ფრჩხილებში და ასე შემდეგ. და ცალმხრივი ფრჩხილი, მხოლოდ ერთი ფრჩხილი გამოიყენება დანომბრის დროს. ნუ ეს საყოველთაოდ ცნობილია პირველი და შეიძლება წერტილი დავსვათ, შეიძლება ფრჩხილი გამოვიყენოთ, ნუ სურვილის მიხედვით არ ძირითადად. და ბოლოს ასვენი ნიშანი, რომელიც უნდა განვიხილოთ, ეს არის ბრჭყალები. ბრჭყალები გამოიყენება უპირველეს ყოვლისა ციტატის გადმოცემისას, როდესაც ზუსტად არის გადმოცემული ამა თუ იმ პირის აზრი, ან გამონათქვამი, ან ნაწერი, ან ამოღებული, სხვადასხვა ნაწარმოებიდან შეიძლება იყოს ამოღებული, მაგრამ ბრჭყალები ასევე გამოიყენება ირონიული ნათქვამის დროს. მაგალითად, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ძმურად გაიყვეს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ არასწორად გაიყრეს, დაცინვით ვამბობთ ამას, მაშინ ძმურად უნდა ჩავსვათ ბრჭყალებში. და აი ამ შემთხვევებში, როდესაც ირონიულად არის ნათქვამი, თქვა დადებითი სიტყვა, უმეტესად დადებითი მნიშვნელობის, მაგრამ იგულისხმება, რომ ეს ფაქტობრივად ასე არ არის და პირიქით, როგორც წესი, პირიქითაც არის ხოლმე ამ დროს. შემდეგ გამოიყენება ბრჭყალები სახელწოდების დროს, მაგალითად, სასტუმრო თბილისი, როდესაც არის, ეს თბილისი აუცილებლად უნდა ჩავსვათ ბრჭყალებში. თუ ვამბობთ, რომ სასტუმრო თბილისში შევხვდით მას, ეს თბილისში მთლიანად უნდა ჩაისვას ბრჭყალებში. და ასევე ბრჭყალები გამოიყენება ბარბარიზმების დროსაც. როდესაც აუცილებელია ბარბარიზმის გამოყენება, თქვათ, ან ვიღაცის მეტყველება სწორედ საჭიროა, რომ ბარბარიზმებით არის სავსე, ეს აღნიშნოთ და უნდა გადმოცვეთ როგორც მეტყველებს, ეს თქვათ ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებში იამში კი, როდესაც არის მოცემული, აი სწორედ ამ სიტყვით უნდა გადმოსცეს, იმიტომ რომ ამ სიტყვა იტევს ბევრ სხვა ინფორმაციას და აუცილებელია აი სწორედ ეს სიტყვა ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ და ასე შემდეგ. აი ძირითადად ეს იყო, რაც შეიძლებოდა გვეთქვა პუნქტუაციის სასვენი ნიშნების შესახებ, მათი გამოყენების ძირითადი წესების შესახებ, ახლა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.